მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. საბას საუბრობდა როგორ შეიძლება ქართული ოცნება ამას გამოეხმაუროს, აბა რა გეგონათ, როცა ქართულ ოცნებას აკრიტიკებთ, ასე ვარაუდობს რომ ექნება ქართულ ოცნებას ასეთი რეაქცია. პრინციპში ასეთი რეაქცია ჩვენ ვნახეთ, დაახლოებით ასეთი რეაქცია, როცა გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე ვესაუბრებოდით და კითხვებს მათ უსვამდა მედია. თქვენ როგორ გამოეხმაურებით აი ამ ფაქტს და რისი მცდელობაა ეს ქართული ოცნების მხრიდან, თუ კი დარწმუნებით თქვენ ასევე ფიქრობთ რომ ეს ქართული ოცნების მიერ ორკესტრირებული თუ არა შეიძლება წახალისებული იყოს. მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა ამ ეთერისთვის. ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობას საბას და მთელ შემადგენლობას ძლიერი საქართველოსი. ნამდვილად არ გამიკვირდა ეს არ არის ეპიზოდური შემთხვევა. ჩვენ ნახეთ უკვე არაერთი თავდასხმა ხელისუფლების კრიტიკოსებზე სხვადასხვა ფორმით. რამდენიმე რაღაცა მგონია, ჯერ ეს ერთი ხელისუფლება ძალიან კარგად იცის, ეხა დავწერე ზუსტად რომ ნახეთ ისტორიულად საქართველოში ასე ჩამოყალიბდა და ყველა პოლიტიკოსმა ეს იცის, რომ დაახლოებით მარტიდან, აპრილიდან საპროტესტო მოძრაობას ვერ გააჩერებს ვერავინ. ყველამ იცის ეს, ვისაც აქვს გამოცდილება პროტესტში საქართველოში. ყოველთვის ესეთი ცედარებით რთული და უფრო ნელი პერიოდი არის ხოლმე ზამთარი და მე იწყება მარტიდან, აპრილიდან მთელი, იმიტომ იყო 9 აპრილი, 9 აპრილს, 26 მაისი, 26 მაისი და ასე შემდეგ 31 მარტი, 31 მარტს დიდი თარიღები ისტორიული. და ესე იგი ეს იცის, მე ჩემი ვარაუდით იცის ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად და ის ტაქტიკა, რაზეც გადავიდნენ დღეს ნიღბიანი ახალგაზრდები რო დააკავეს, ნიღბებით ვინც იყვნენ, ხო? აი ხა ცოტა ხნის წინ როგორც ჩანს, თავდასხმა აი ჩვენ შემადგენლობაზე, საბაზე და აი შემადგენლობაზე რომელიც იქ იყო, მანამდე ქორიძე, მანამდე გახარია. აი ეს არის ეს ტაქტიკა, რომლის ამოცანა არის, რომ აი ამ კანონებით სასწრაფოდ რაღაცნაირად მიახჩონ მოგუდონ, უფრო სწორი სიტყვა, აი მოგუდონ ეს პროტესტი გაზაფხულამდე ზამთარში, ყოველ შემთხვევაში დააშინონ, დააკავონ, ან წნეხი მოახდინონ ამ ჯგუფების ლიდერობაზე. ამას ხო ერთი ლიდერი არ აყავს, ბევრი ლიდერი არის. ეს არის ამათი ტაქტიკის ნაწილი, ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ამას ჩემი აზრით ემატება როგორ ნერვებს უშლით თვითონ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ვიზიტი ვაშინგტონში. იმდენი გამოსვლა მიუძღვნა თვითონ ხელისუფლებამ მათ წასვლას ამ დღეებში, რომ მე არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულად აი ძლიერი საქართველოს შემადგენლობის მიმართ ეს იმიტომ მოხდეს, რომ ძალიან ნერვები მოეშალათ, რომ ეს ხალხი ახლა ვაშინგტონშია და ყველაზე ადრე სხვები თვითონ ნებისმიერ ოცნებას წევრზე ადრე შეხვდნენ და მოახერხებენ და შეხვდნენ ბირთვს ტრამპის ადმინისტრაციის. სხვა დროშიც ყოფილან ამ კოალიციის ლიდერები, ახლა ინაუგურაციის პროცესია პრობლემური. ახლა ეხლა აბსოლუტურად სხვა მომენტია, ანუ ეხლა მთელი მსოფლიო, მარტო ჩვენ კი არა. ახლო აღმოსავლეთში რა ხდება? მთელი მსოფლიო ელოდება ამ მომენტს, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გახდება პრეზიდენტი და ოფიციალურად შეუდგება მისი ახალი ადმინისტრაცია და ეხლა არის გადამწყვეტი მომენტი მასთან და საუბრის, ზოგადად არა მარტო თქვა სანქციებზე საუბრის, არამედ ზოგადად რა პოლიტიკა უნდა წავიდეს ჩვენ რეგიონში ამასთან საუბართან დაკავშირებით. კი ბატონო, აი ტრამპის ინაუგურაციაზე აუცილებლად გკითხავთ, უბრალოდ ამ გაზაფხულის აქციებს ისევ დავუბრუნდები. ჩვენ ვხედავდით, როცა ეს პროტესტი დაიწყო, ოპოზიციის გეგმა ასე თუ ისე უფრო მკაფიო იყო. მაგალითად თქვენ პარტნიორებს ესაუბრებოდით და ქვეყანაში რეალობის შესახებ, რომ ლეგიტიმაცია არ ქონოდა ქართულ ოცნებას და ქვეყნის შიგნით მხარს უჭერდით და ასევე მონაწილეობდით პროტესტში. და ეს ჩანდა, რომ რაღაც ორ ფლანგზე მუშაობდა მაშინ ოპოზიცია, ეს იყო თქვენი პრიორიტეტი. თუმცა დროსთან ერთად ხომ არ ფიქრობთ, რომ ან გაახლება ჭირდება ამ გეგმას, ან რაღაც გამრავალფეროვნება, ანუ მაინტერესებს არის თუ არა საკმარისად ნაფიქრი, რამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად გააცოცხლოს პროცესი. შეიძლება გაზაფხულის პერიოდი სითბო დათბება და ასე შემდეგ შეიძლება უფრო მარტივი იყოს მოქალაქეებისთვის ქუჩაში გასასვლელად, მაგრამ ეს ხომ ასე ავტომატურად ამის იმედზე არ იქნებით იმედი? არა, რა თქმა უნდა, დავიწყებთ იქიდან, რომ ყოველთვის მე ეჭვის თვალით ვუყურებ, როდესაც რა თქმა უნდა ვაფასებ პირველ რიგში, როდესაც ვინმე ზოგადად რა ადამიანები და სულ ვკითხულობ აქცევ ყურადღებას, როდესაც აკრიტიკებენ და შენებს აძლევენ ოპოზიციას, ამას ვაფასებ, მაგრამ
თუ ეს არ არის კონკრეტულად მიმართული, ზოგადად მინდა ვთქვა, თქვენ კითხვას არ ეხება, ყოველთვის მინდოდა მეთქვა ბოლო დროს. თუ ეს არ არის მიმართული კონკრეტიკით გამყარებული, რომ აი ეს ოპოზიციონერი კონკრეტულად რაღაცას აკეთებს ან აშავებს და პირდაპირ არის ხოლმე მიმართული, რამდენჯერმე შემიმჩნევია, რომ ოპოზიცია არ ვარგა, ახალი ოპოზიცია გვინდა, პირდაპირ ერთ-ერთში ყველას მოუწოდებ და ძალიან სერიოზულად უნდა დაუკვირდეთ ბიძინა ივანიშვილის არჩევნებამდე გამოსვლას, ის ამბობს ამას. პირდაპირ ერთ-ერთში ასეთი შენიშვნები, კვარგი და სასარგებლო შენიშვნა ოპოზიციის მიმართ ვიზიარებ. არის აი ესეთი შენიშვნა, რომ აი ვიღაც ოპოზიციონერი ან არ აქტიურობს, ან ზედმეტად აქტიურობს, რაღაცას აშავებს, აკეთებს, იმიტომ რომ მას ეძლევა საშუალება, ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ ვთქვათ, რომ უკაცრავად ჩვენ მრავალფეროვანი, ძალიან ბევრი ვართ ახლა. ორპოლუსიანობა ხო აღარ არის, ხო? 4 დიდი ჯგუფია და შიგნით თითო კოალიციაში კიდე რამდენიმე პარტია. მაგალითად, დღეს მე მაქვს ზუსტად ამას პასუხობ. დღეს მე მაქვს საჯარო ლექცია 7 საათზე რუსთაველზე პირველი სკოლის წინ ილიას დაკაკის ლექსთან სიმბოლურად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით აი ამის საპასუხოდ რაც თქვენ თქვით. ანუ მე მის თქმა მინდა რომ მე სხვა ოპოზიციის მაგივრად ვერანაირად ვერ ვისაუბრებ. ვისაუბრებ იმაზე რომ დავინახე რა შტაბი, სადაც ოპოზიციური პარტიები იკრიბებით ხოლმე და ასე ვთქვათ. ანუ არავით არის უფლებამოსილება მე არ მაქვს რომ ვის მაგივრად ვისაუბრო და სულვილიც არ მაქვს. ყველას დასვით აქ და ხუთიანმა ელაპარაკოს ხუთიანზე და ასე შემდეგ. ანუ ხო, მე თვითონ საუბრობ, კი, ნამდვილად. ნახეთ, მე დღეს გასაგები არაა, რომ სამართლიანობა არის თავარი ფასეულობა, რომელიც შებრალა ქართულმა ოცნებამ და რომლის მუტაცების შედეგადაც წაგვართვა ჩვენ სახელმწიფო. აი დღეს რაც ხდება, ეს თავდასხმები და კავებები, რეპრესიები, ადამიანების ესე იგი თურმე ეს თავდასხმა, ეხლა რაც მოხდა საბას მიმართ, ეს არ არის თავდასხმა და მზიამაღლობელმა რაც გააკეთა აფექტის მდგომარეობაში, ეს როგორ შეიძლება თავდასხმის განმარტებაში დაждდეს სამართლებრივად? არანაირად ეს თავდასხმა არ იქნება. თავდასხმა არის ძლიერი ფიზიკური შეტევა. ფართო მასშტაბიანი, რომელსაც რაღაცა გავლენა აქვს. რაც დღეს მოხდა საბას ჯგუფს, ძლიერი საქართველოს ჯგუფის მიმართ, ეს არის თავდასხმა. ეს სამართლიანობა რო წაგვართვეს, ეგ არის ჩვენი მთავარი პრობლემა. და ხალხი სვავდა კითხვას მე მივხვდი, რომ როგორ უნდა მოუაროცა სამართლოს, ყველას აინტერესებს, ხელისუფლებას რო ვცვლით, მერე ჩვენ რას უზავთ ჩინჩალაძე მურუსიძეს და დღეს 7 საათზე მე მაქვს შეხვედრა საჯარო ლექცია ზედ რუსთაველზე, ყოველ დღე მექნება, სადაც ამ კითხვას პასუხობ, იმიტომ რომ ეს გეგმა დიდი ხანია 2019 წლიდან მიდევს მე საკმაოდ გრძელი, საკმაოდ ჩახლართული, იმიტომ რომ ტექნიკური სფეროა, მაგრამ ხალხს დღეს აინტერესებს, როგორ ვუშვებთ კლანს, როგორ მართავთ ჩვენ დემოკრატიულად და როგორ არ მეყოლება მე ჩემი მურუსიძე და ჩინჩალაძე ჯიბის. გარკვეულწილად მაგალითად საარჩევნო პერიოდშიც ამაზე ამახვილებდით ყურადღებას. თუმცა საჭიროება ყოველთვის არის, რომ ამ თემაზე ისაუბროთ, უფრო მაშინ, როდესაც საზოგადოების კრიტიკული მასის გაზრდაა საჭირო და პროტესტის უფრო მასშტაბურად, ასე ვთქვათ, წარმოჩენაც, ხომ? თუმცა აი ოპოზიციის კრიტიკაზე თქვით თქვენ და შესაძლოა ოპოზიციას აკრიტიკებენ არა იმის გამო, რომ რამეს აშავებს, არამედ შეიძლება უმოქმედობითაც ხედავენ მოქალაქეები, რომ რაღაც შავდება. რაღაც კრიზისაც, მათ შორის პროტესტსაც თავისი ეტაპები აქვს, ხომ? აი გიორგი გახარია რაღაც ფაზებზე საუბრობს, პირველი ფაზა როგორი უნდა იყოს და მეორე. და აი ამ ეტაპობრივად შეიძლება რაიმე უფრო მეტის გაკეთება, აი სულ სვამ ამ კითხვას რაღაც აკლია რამე ამ პროცესს, ან რა აკლია იმისთვის, რომ პროტესტი უფრო შედეგიანი იყოს, ან პროცესი დაჩქარდეს. პირველი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კრიტიკა კი არ არის პრობლემა. ანუ მე ხო პირველ რიგში ვარ პროფესორი. ამას ვასწავლი, ნახეთ, იყოთ არა მხოლოდ მომიტინგეები, ან მათ როლში იყოთ, არამედ ხართ პოლიტიკოსები, რიგით მომიტინგეზე მეტი შესაძლებლობა გაქვთ ალბათ. ვისგან ანუ ვისგან არის ეს მოთხოვნა, ვისთვის არის ეს მოთხოვნა? ანადოლიძის მიმართ? და ალბათ ყველას ერთდროულად. აი მან დავარ. ერთიანად. ნახეთ, მე ვარ პროფესორი, მე ვარ მეცნიერი, მე ვქმნი ცოდნას და პირველ რიგში, როდესაც შევდივარ აუდიტორიაში, ამას ვასწავლი ჩემს სტუდენტებს, რომ შენ თუ გინდა, რომ კრიტიკა სიტყვა რაც არის, კრიტიკა და არის ლანძღვა. ლანძღვა არის ქართული ოცნების დღის წესრიგი 100%-იანი. იმიტომ რომ კგბ-ს დღის წესრიგი ლავროვის ლაპარაკს შეხედეთ. ლავროვი, ნახეთ, რუსული
რუსული დაპირისპირება დასავლეთთან იმაზე კი არ დგას, რომ რუსეთი უკეთესია. ქართული ოცნების დაპირისპირება ოპოზიციასთან იმაზე კი არ დგას, რომ ქართული ოცნება უკეთესია. ეს არის კგბ-შნიკური ტაქტიკა, რომელზეც დგას რაულოვი და პუტინი, რომელიც არწმუნებს თავის მოსახლეობას, რომ მე დასავლეთზე უკეთესი კი არა ვარ, უბრალოდ მეც ცუდი ვარ და ისიც ცუდია. იგივე არის დამასრულებინე რუსუდან. იგივე არის ქართული ოცნება 11 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იმით კი არ რჩებოდა, რომ ემტკიცებინა როგორც ყველა დემოკრატიული მთავრობაა, რომ მე ოპოზიციაზე უკეთესი ვარ. 11 წელია ქართულ ხალხს ეუბნება, რომ მე ხო ცუდი ვარ, უნიათო ვარ, ჩლაჩი ვარ, კორუმპირებული ვარ, ვიქტორ სანიკიძე ვარ, რომელიც იმიტომ ურტყავს ვიღაცას თებს, რომ 12000 კვადრატული მეტრის მიწა მივიღე უფასოდ 50 წლის. ჩემი და თქვენი მიწა. არა ეუბნება, ისიც კორუმპირებულია, ისიც ცუდია, ის ნაციონალური მოძრაობაა, სისხლიანი 9 წელი. მე გეუბნებით, ეს არის ლანძღვა. თუ გვინდა გაზრდა და 100%-იანი გვინდა გაზრდა, ვინ არის უშეცდომო? მარტო უფალია, ხო უშეცდომო და სრულყოფილი. მაშინ ყველაზე მეტად მოგვეხმარება კონკრეტული შენიშვნა. ეს არის კრიტიკა. სიტყვა. შესაბამისად, ახლა მე ვპასუხობ თქვენ შენიშვნას პარტია ხალხისთვის, ანა დოლიძის მიმართ, რომლის მაგივრადაც მაქვს აქ საუბრის უფლება. მაგალითად, ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი შეხება, რომელიც მე მქონდა წინადადება მოიხსენება საზოგადოებას, რომელიც ეხებოდა ზუსტად პროტესტს, ალბათ თქვენც მოგეხსენებათ, რომლის ამოცანა იყო და რომლის საფუძველი იყო შემდეგი, რომ მომხდარიყო პროტესტის ესკალაცია იქიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ არა ნორმალიზება აი ამ პროტესტისა, არამედ ყოფილიყო ძალიან სერიოზული შვიდობიანი წინააღმდეგობა რეჟიმის მიმართ. მოგეხსენებათ ეს ჩემი წინააღმდეგობა დეკემბერში იყო, დეკემბერში კი არა, ეხლა ხანს, როდესაც ფიქრობდი, რომ სასახლე უნდა დაგვეცვა ორბელიანის სასახლე. ეს არის ჩემი შეთავაზება. ეს იყო ჩემი შეთავაზება. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ეგეთი ტაქტიკა, ადაც მithქვამს, როგორ მოუხარშოთ ბაყაყი. ხო, ეს ბიზნესში არის გამოყენება. იმისთვის, რომ ეს კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა. იმისთვის, რომ რაღაცა ცვლილება გაიტანო და ბაყაყი ქვაბიდან არ მოგიხტეს, მათ ცეცხლი უნდა დაანთო ნელ-ნელა. იმიტომ რომ ის ვერ მიხვდეს, რომ რეალურად იგი იხარშება, ხო? მას შემდეგ რაც 10 დღის განმავლობაში პირდაპირ დაუპირისპირდა სისხლით ქართული ოცნება ხალხს თუ 12 დღის განმავლობაში დაწამლა ხალხი, დაბეგვა და ალყები და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები მოაწყო, მათ დაიხიეს უკან და ამ ტაქტიკაზე გადავიდნენ, რომ ნელ-ნელა მოგუდონ პროტესტი. ამას უნდა დაუპირისპირდეს რაღაც გზა, რომელსაც ბუნებრივია ამ ანალიზის შედეგად მე ტელევიზორში არ ვიტყვი, იმიტომ რომ ტელევიზორში რო ვთქვა, მაშინ სუს უნდა მივცე წინასწარი სამუშაო. ხო, ეს არის ანალიზი, რომელსაც მე უნდა მოსდევდეს გეგმის განვითარება, რომელსაც თან მე ვერ ვარ ვითარებ და არც მაქვს არავითარი ამბიცია და პრეტენზია, რომ მე განვავითარო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ მთელ საქართველოში ძალიან ბევრი ჯგუფია. სხვა პარტნიორებთან ერთად? ამაზე ნახეთ პროტესტთან დაკავშირებით და არ გთხოვთ. ხო, პროტესტთან დაკავშირებით მე ვერანაირად პასუხს ვერ გაგცემთ და აბსოლუტურად არავითარი ამბიცია არ მაქვს რომ გაგცეთ, იმიტომ რომ თქვენ აქ ყოველ საღამოს ყავთ ხალხი, რომელიც ძალიან ბევრ ჯგუფს წარმოადგენს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს ხასიათი პროტესტის, რომ არავინ არ წყვეტს პროტესტის მაგივრად საუბარს, მაგრამ რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ეს არის არაღიარება. პირველი რეზოლუცია, რომლის მეშვეობითაც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება. მოხდა ნიდერლანდებში ჩემი ვიზიტის დროს. ეს იყო სულ რამდენიმე კვირის წინ, სანამ დაიხურებოდა ბოლო სესიაზე ნიდერლანდების პარლამენტის. გუშინ მქონდა კომუნიკაცია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან, ლიბერალურ დემოკრატიული პარტიიდან, ამაზე მე ვისაუბრე მედიაში, რომელმაც განაცხადა, რომელმაც წარადგინა ის წინადადება, შეთავაზება ის ივანიშვილის დასანქცირებას. კი, ანუ ეს კომუნიკაცია არსებობს და ეს მუშაობა არსებობს. და მესამე მიმართულება, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც დღეს დავაყენე რა წინადადებაც და რაც გუშინ წინ განვახმოვანეთ ჩვენ ევროსაბჭოს მომხსენებლებთან, ეს არის რომ საქართველოს დღეს გარდა სანქციებისა, გარდა ზეპის სიტყვიერი მხარდაჭერისა და პოლიტიკური მხარდაჭერისა, ჭირდება კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერა. ნახეთ რაშია საქმე. ფაქტია, რომ გაჭირვება იქნება, ფაქტია, რომ ქართული ოცნება დაზარალდება, ბიუჯეტს ეგენი ვერ შეავსებენ, ხელფასებს ვერ გადაიხდიან.
შეიძლება წავიდნენ და ცადონ და ჩინეთიდან ისესხონ ფული და არ გაგვიკვირდეს, რომ რუსეთიდანაც ცადონ ფული ისესხონ, მაგრამ ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესი აუცილებლად ძალიან არ ჩავარდება ადვილ სიტუაციაში. ეს დანაკარგები მთელი ქვეყნის არის და პირველ რიგში დიდი მადლობა იმ ადამიანებს, იმ პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც ამ დანაკარგებს გამოთქვავენ და იტანენ, ხო, რომლებიც არიან რუსთაველს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, ფართო მასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების, სწორედ ისე როგორც მოხდა აგვისტოს ომის შემდეგ, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ნორმა გადავიტანოთ ის გადასახადები, რომელიც კრიზისი ვერ გაუძლოს ოცნებამ და გაუძლონ მოქალაქეებმა, ვინც შეიძლება დაზარავდნენ. ნახეთ, ეს ფული ყველა შემთხვევაში ჩაისხმევა ეკონომიკაში, ხო, საბოლოო ჯამში. თუ მისცემენ ამ თანხებს მედიას, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც არიან ქუჩაში, თეატრებს, მცირე ბიზნესებს, მისცემენ უპროცენტო სესხებს, როგორც არის ხოლმე ამ ტიპის გრანტებში. მაშინ და როგორც მოხდა 2008 წლის შემდეგ, მაშინ ეს მილიარდობით თანხა ჩაიხმევა ამ ჯგუფების მეშვეობით ეკონომიკაში და მისცემს საშუალებას ამ ადამიანებს, რომ შეამსუბუქოს ის წვირთი, ის მსხვერპლი, რომელსაც ჩვენ ახლა ვწევთ. კი ბატონო, კეთილი. ბოლო კითხვას დაგისვამთ 20 იანვარზე, რომელზეც ქართული ოცნება აკეთებს აქცენტს, რაღაც გარდამტეხი თარიღია მათთვისაც, მათ პოლიტიკაში, მათი ამომრჩევლებისთვისაც, ამის შემდგომ უნდა შეიცვალოს ყველაფერი. თუმცა რაც მე მესმის ბოლო პერიოდში, სხვათა შორის ისე წინა საარჩევნო პერიოდში, ვიდრე ტრამპი იქნებოდა არჩეული, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ასე ჩანდა, თუ ვინმე ხედავდა ტრამპს თავისი პოლიტიკისთვის სასარგებლოდ, ეს ხო ქართული ოცნება, რომელიც გულშემატკივრობდა, დღეს პირიქით ჩანს, დღეს პირიქით ოპოზიციისგან უფრო მესმის, რომ სასარგებლო ოცნებისთვის არაფერი არ იქნება ახალი ადმინისტრაციის შემდეგ. თქვენ თუ ფიქრობთ ასე და რას ეფუძნება ასეთი ვარაუდი? ტრამპს პერსონალურად მის პოლიტიკურ ფიგურას თუ იმ პირებს, რომლებიც ადმინისტრაციაში მან წარადგინა, თუ უბრალოდ ამერიკული დემოკრატიის რაღაცა საგარეო პოლიტიკის მემკვიდრეობით ხასიათს? მე ვფიქრობ, ყველა ჩვენ პოლიტიკოსებმა, არაპოლიტიკოსებმა, საქართველოს მაცხოვრებლებმა ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული პიროვნული თუ მედია რესურსი, რომ ქართული ოცნების დარჩენილი მხარდამჭერები, ვინც არიან და ეს არ არიან სანიკიძესავით და სარქუასავით კორუმპირებული პირები და ეს უბრალოდ ძალიან ცოტაა, მათ აუხილოთ თვალები და უთხრათ, რომ მათ იყენებენ სწორედ აი ამ საუბრით, რომ თოვლის ბაბუ არსებობს, ახლა განმარტავ, იყენებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ საკუთარი პრივილეგირებული და გაზულუქებული კორუმპირებული მდგომარეობა. ეხლა ყველა ხო არ მომყევი სანიკიძესებს, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, ხო შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ ვაშკაცურად გამოვარდა თავის მეგობარს მხარში დაუდგა აბუდაბიში რო იჭხუბა. სინამდვილეში მას აქვს კონკრეტული კორუფციული ინტერესი, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაცია არის ეს, როგორ მიიღო, გააკეთა აკადემია, მოდი აბა რუსუდან დაარსეთ თქვენ მედია აკადემია და საიდანღაც მოდით იშოვეთ 12000 კვადრატული მეტრი მიწა. რატო არ შეგიძლიათ ეგ? მე რატო არ შემიძლია? თქვენი გონია ნაკლებად ნიჭიერი ვარ სანიკიძეზე? ბევრად ნიჭიერი ვარ. ცოდნეც ვარ, შრომის მოყვარეც ვარ და ნიჭიერიც ვარ. უბრალოდ არც თქვენ, არც მე და არც კიდე ბევრი ხალხი, ვინც ჩვენს გარშემოა, არ არის იმდენად უსირცხვილო და უნამუსო, როგორც ვიქტორ სანიკიძე და ზარქუა, რომლებიც გამილიონერდნენ, მას შემდეგ რაც ოცნებას დაუდგნენ მხარში, ამაშია საქმე. და ჩვენი ამოცანა არის ტრამპის თემაზე კი პასუხობდა, თოვლის ბაბუა არ არსებობს. ტრამპთან ქართული ოცნების კავშირი არის მითი, ის არ არსებობს. ყოველ კვირა იმიტომ გვიგდებენ ახალ ამბებს, რომ უბრალოდ არ არსებობს შესაძლებლობა, რომლითაც დამკვიდრდება კარგი ურთიერთობა ოცნებასა და ტრამპს შორის. რატომ? იმიტომ რომ ტრამპს აი აგერ პირველი და მთავარი საუბარი, რომელიც მას ჰქონდა ინაუგურაციამდე, ეს იყო ჩინეთის ლიდერთან, ხო, სი ძინპინთან. რატომ? იმიტომ რომ ტრამპი ხელს არ შეუწყობს იმას, რომ შუა დერეფნის მთავარი საკვანძო ტერიტორია რა არის შუა დერეფანი, ხო, ყოფილი აბრეშუმის გზა, რომელზეც მდებარეობს საქართველო. საქართველო თუ დააბრუნდება რუსეთის გავლენის ქვეშ, მთელი ვაჭრობა ჩინეთსა და დასავლეთს შორის
უკავშირდება და დამოკიდებული ხდება ისევ და რუსეთზე. ანუ ჩვენ ვხდით შეიძლება რაიმე ფორმით ეს შესაძლებლობა თუ ეს მოცემულობა ქართულმა ოცნებამ პირიქით თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს, რაიმე ფორმით ივაჭროს. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული დისკუსია და მუშაობა დასავლეთთან, იმიტომ რომ ალბათ ქართული ოცნება ცდილობს უბრალოდ ახლა მათ ისეთი რეპუტაცია აქვთ მთელ მსოფლიოში, რომ კაბინეტში მათი დაშვებაც კი არ შეიძლება. ხო ხედავთ ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე დავოსზე, სადაც არის ეკონომიკური საკითხები და მთელი მსოფლიო ლაგდება 20-25 წელს ეკონომიკაში რა მოხდება და მიუნხენში, სადაც მთელი მსოფლიო რაგდება თავდაცვაში რა მოხდება 1 წლის განმავლობაში, არსად არ იწვევენ. რატომ? იმიტომ რომ მათთან ერთად ფოტოს გადაღება სირცხვილი არის. უკვე მე რამდენჯერ ჩადიან აზერბაიჯანში. აზერბაიჯანი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარია, მაგრამ აი ეს გახშირებული ვიზიტების არსი ხო ისაა რომ მათ ასეთები ამ ფონზე ერთი კითხვა მაქვს. იზოლაცია, რომელშიც ექცევა ქართული ოცნება, იქნება მისთვის დამღუპველი თუ თქვენი აზრით, ანუ ამას ვერ გაუძლებს ქართული ოცნება, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ აი პოლიცსაბჭოს ბოლო განცხადებაში რაღაცნაირად იზოლაცია წარმოაჩინეს შესაძლებლობად ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნების, რომ აი ნახეთ რა ხდება სამყაროში, deep state-ი როგორ ებრძვის მთელს ცივილიზაციას და აი თუ კი იზოლირებული ვიქნებით, იქნებ გადავრჩეთ რაღაც ამ ნარატივს ასე ვთქვათ ავრცელებდნენ. არა, მე უკვე მინდა გითხრათ რომ ხედავ პირველ ნიშნებს ქართული ოცნების აი ამ ოლიგარქების ბიზნესების ჩამოშლის იქიდან გამომდინარე რომ ჩემთან რეკავს ხალხი თანამშრომლები მათი ბიზნესებისა, ვინც შეიძლება დასანქცირდეს, სია ხო დიდი არის. მათ აქვთ ძალიან დიდი ბიზნესები, ისინი ფლობენ ჩვენი ეკონომიკის ძალიან დიდ ნაწილს, მათ შორის ივანიშვილის ბიზნესები, სამშენებლო კომპანია, ქართულ, იქ ხალხი მუშაობს, იქ დირექტორები მუშაობენ. ისინი დოკუმენტებს ხელს აწერენ და ჩემთან რეკავენ და კითხულობენ, მე რო დოკუმენტს ხელს ვაწერ, ამა და ამ კომპანიის შესაბამისად, რომლის ფლობელი არის ივანიშვილი, ჩხარტიშვილი და ასე შემდეგ, მეც ხო არ შემექნება პრობლემა მაგალითად ამერიკაში ვიზის მიღების. და იცით მაგ კითხვაზე პასუხი რა არის? მაგ კითხვაზე პასუხი არის შეიძლება. იმიტომ რომ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება სანქციებს, პირდაპირ არის მითითებული. სანქციები შეიძლება, ზომები შეიძლება გავრცელდეს ყველა იმ პირზე, რომელიც ფინანსურ ურთიერთობას დაიჭერს დასანქცირებულთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან. ანუ თქვენ კითხვაზე პასუხი არის შემდეგი. ბზარები აუცილებლად იქნება. მათ კომპანიებში მუშაობს ბევრი ხალხი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, არ უნდა მთელი ცხოვრება საქართველოსთან ვერ გავიდეს, იმიტომ რომ მუშაობს ქართულ ბანკში, მაგალითად. არა გაემიჯნებიან? მე ვფიქრობ, ბზარები, არა, ჩამოშლის რეცეპტი არ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ხშირად, შეიძლება ჩვენ გვეუბნებოდონ რაღაცა ზედმეტი ან იმ დავამშვიდოთ ხალხი ან რაღაცა იმედი გავცეთ. არა, ეს არის მოდი მე ჩამოვთვალოთ ხო 10 თვე იყო ბელორუსიაში ოპოზიცია ქუჩაში 10 თვე და სისხლიანი რეპრესიებით დასრულდა ეს პროტესტები. მეორე მხრივ 2 წელი იყო ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია და მათი ოლიგარქი ბევრად უფრო რთულ მდგომარეობაში ოპოზიცია. ჩვენ ეხლა პარპაშებთ იმათთან შედარებით როგორც იყვნენ ჩრდილოეთ მაკედონიაში. ხო, ერთი ტელევიზია ჰქონდათ. და 2 წლის მერე მათი ოლიგარქი გრუევსკი გაუშვეს და ის ეხლა ორბანთან ცხოვრობს. ყველა ასე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბზარები ამ უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგად აუცილებლად გაჩნდება. კეთილი, მადლობა. მადლობა თქვენ რომ. მადლობა ანა დოლიძეს, მე თქვენ დაგემშვიდობებით. ჩვენ